გამარჯობათ მეგობრებო, სტამბოლში ვიმყოფები წიგნების საერთაშორისო ფესტივალზე და მინდა დაგათვალიერებინოთ, რა თქმა უნდა. დღეს არის ასევე თურქი და ქართველი პოეტების შეხვედრა. ბატონ დავით მაღრაცეცთან გახლავს ასევე შეხვედრა და ძალიან საინტერესო დღე გველოდება. მეგობრებო, ვემზადებით აი ამ ძვირფას დარბაზში. პირველი ნაწილი ღონისძიებისა არის ბატონ დავით მაღრაცესთან შეხვედრა, შემდეგ თურქი და ქართველი პოეტები ხვდებით ერთმანეთს. მოკლედ წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ჩვენგანს. დღეს ორგანიზება გვაქვს ერთი ესტაფეტელი ღონისძიებანი და ბატონთან ერთად და მეორე ღონისძიებანი თურქეთთა ქართველ პოეტებთან ერთად. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორ მეზობელ შორის ლიტერატურა მეზობელი იქნება და პოლიტიკის გარეშე ეს ლიტერატურის ურთიერთობები შეიძლება პოლიტიკის სისტემას შეასრულებს. მესამე ხდება დუელის პატრონაში მონაწილეობა, იმედი მაქვს გაგრძელდება მომავალში. მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ ვარ სტამბოლში წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე და ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა მწერალთან და პოეტთან ბატონ დავით მაღრაცესთან შეხვედრა და ასევე ქართველ და თურქ პოეტებთან შეხვედრა, სადაც მეც გახდით მიწვეული და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული კულტურის ცენტრს, კერძოდ ბატონ ფეხმი უზალგუსტიაშვილს და ახლა შეძლებს დაგვარად გათვალიერებინებთ იმ წიგნების გამოფენას, რომელიც ძალიან ბევრი სექციისგან შედგება და შეუძლებელია რომ ყველაფერი ვიდეოზე გადავიღოთ, თუმცა წარმოდგენისთვის აუცილებლად მცირე კადრებს შემოგთავაზებთ.
ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა წიგნების სტამბულში წიგნების საერთაშორისო გამოფენასთან ერთად. ესეთი ლამაზი ღონისძიება ბატონი დავით მაღრაძის წარდგენა პირველ ნაწილში და შემდეგ თურქი და ქართველი პოეტების და ახლა 2-20 სიტყვა თქვენს გითხარით ამასთან დაკავშირებით. ეს არის მესამე ღონისძიება ამ კვირაში. ორი ღონისძიება ჩატარდა, იცი შენ საკითხავი ერთად ვიყავით სტამბოლის საერთაშორისო დარბაზში. ერთი იყო დატოსთან რელიგია. მეორე იყო თურქეთის და ქართლის პოეტების ჩემ მეგობარის გურდანე შეხვედრა. ბრაიმოზჯანი თურქეთის ფენის თავმჯდომარეა. 13 რიცხვში დაიწყო საღამო. საქართველოსთან ჩამოსულ ხალხს მადლობას ვუძღვებთ ახლა და შენ დიდი მადლობა რომ ძალიან დიდი მადლობა. 2-20 სიტყვა თქვას და გადამითარგმნე რა, მე თქვას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. Tamam. Özellikle Fehmi arkadaşımızın Fehmi Uzal bizde kültür elçisi gibidir. Gerçekten kültür elçiliğini yapmıştır. Yıllardır yoğun emek vererek. Daha sonra birileri de bu yoldan gitmiştir ama bizim ilk gördüğümüz ve en çok emeği olan Fehmi Uzal. დიდი ხანი ამაზე მუშაობს, ქვეყნის მეგობრებაზე მუშაობს, თურქეთთან მუშაობს, აფასებთ ამას. ძალიან დიდი მადლობა ჩოქ თეშექურედერი. დღეს ძალიან ნასიამოვნები დავრჩით, რა თქმა უნდა, თქვენთან შეხვედრით. ეს პირველი არ არის აქ თქვენი სტუმრობა და ზოგადად ძალიან გეთაყვანებათ როგორც საქართველოში ქართველები, ასევე ვხედავთ რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ და თქვენც გითხარით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა. პირველ რიგში გილოცავთ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივად მნიშვნელოვან ფორუმზე. მესამედ მონაწილეობა გოიაფის წიგნის გამოფენა ვაჭრობაში, სტამბოლის და ძალიან დიდი პატივია ეს მართლა ჩვენგანისთვის ვინც მონაწილეობთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი და ფართო საშუალებები იხსნება ურთიერთობის, ნაცნობობის, გაცნობის და ეს მნიშვნელოვანი შეხვედრები, ცოცხალი შეხვედრები დგება ტუეაფში. მისთვის მადლობას ვუხდი პირველ ყოვლისა ტუეაფის წიგნის ორგანიზატორებს, თურქული ფენ-კლუბის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს, აქ არიან ჩვენი მეგობრები, ხალიდ იბრაჰიმი ბატონი, რომელთანაც ბევრი წლებია მეგობრობ, თურქული ფენის ერთ-ერთი ფენ-კლუბის ერთ-ერთი მესვეული და ერთ სიტყვით ყველას დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ყველა ჩვენგანისთვის მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა. ჩვენი ხატია სამშობლო, სახატე ჩვენი ქვეყანა და გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს. აბა ბატონო ორხანს როგორ შეიძლება არ ვკითხოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებული ამბები. ხო. ჩვენი უზრიფასესი ჰიმნის ავტორთან გივითმია. გაუმარჯოს დედა სამშობლო. მადლობა ხმე, რომ ქართველები ვარ და ვისაც ქართველობა ჩვენია. ვაიმე! ვინ საქართველოს ებდის არც იცის რომ დამარცხებულია. გაუმარჯოს ჩვენს ჯის, გაუმარჯოს ჩვენს ჯის განსაკუთრებულ მოდგმას, გაუმარჯოს ჩვენს დედასავით საყვარელ დედასამშობლო. გაუმარჯოს. მადლობა. Please. კი, აბა გითხრას რამე ორი სიტყვა და გადამითარგმნეთ. Gömleğini giyiniyor Bulut. Picasso elleri kan revan içinde. Elleri boylu boylu. Varna'dan aldım. Yarım sigara. Koca bir vapur mendil cebinde. Vera. Memleketim nere? Savuruyor gecenin düşlerini. Kırık pencereden ıslık çalarken. Çok teşekkür ederim. Bravo, bravo. Harikaydı. Gürcü ve Türk şairlerin bir araya gelmesi, daha doğrusu enternasyonalist açıdan halkların kardeşliği, halkların birbiriyle bütünleşmesi gerçekten güzeldi. Güne damgasını vurdu diye düşünüyoruz. Özellikle de TÜYAB'a da böylece damga vurmuş olduk enternasyonel
დღეს ვერ ბაქში. ძალიან დღეს თავარი ღონისძიება იყო ქართველ თურქ მეგობრებთან, პოეტებთან, მწერლებთან ერთადო, ხო და დღევანდელი უფრო მაგარი უფრო თავარი ღონისძიება იყო და თუიავს და მის ორგანიზატორია ძირნების თქვენსო დიდ მადლობას. ჩავხ მემნუნ მოლდუნ. მათი რა თქვენს მოგზავნით აიდი გოდი არა ვისაუბრეთ თქვენ ბატონო ეკა, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რომ გითხრათ 2-20 სიტყვა, მადლობა იმისთვის რომ მონაწილეობდით ჩვენთან ერთად, უბრალოდ ჩვენ თქვენთან ერთად. პირველ რიგში მივესალმები შენს მსმენელს, ჩემო ნათიას, სრულიად საქართველოსაკენ სიყვარული და პატრიოტიზმით. დიახ, დღეს ფუარია თურქეთში და განსაკუთრებით და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გაიმართა საღამო, რომელიც ორ ქვეყანას შორის პოეტების შეხვედრა, ჩვენი ემოციები გაუზიარეთ ერთმანეთს. მადლობა მინდა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივი საღამოს ორგანიზატორებს, ქართული კულტურის ცენტრს, აკუაფის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ დღეს თითქმის მასპინძლობს თურქეთში არსებულ და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან აქ და იღებენ მონაწილეობას, ასე იმართება საღამო. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით ასეთი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის? რა თქმა უნდა, იქაც თქვი მე, როდესაც სიტყვა მომეცი საშუალება რომ მეთქვა და ჩემს შემოქმედებაშიც მოდის ამბობ, შემოქმედი ადამიანის ძალა და სიტყვა ძალიან დიდი ის არის, სიტყვას დიდი ძალა აქვს. ქვეყანათა ორ ქვეყანას თუნდაც სხვა ქვეყანას და ჩვენ შორის ურთიერთობებში სამომავლოდ პოლიტიკური იქნება, ლიტერატურული, საერთაშორისო ამათურ სფეროში მნიშვნელობა არ აქვს და ამ ეტაპზე ჩემი აზრით ორ ქვეყანას შორის ამ პოეტებმა დიდი სიტყვა თქვეს ამ სცენაზე დღეს, ის რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უნდა გამყარდეს და კიდევ უნდა წინ წავიდეს და ამაში ჩვენ შემოქმედ ადამიანებს დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ და გვაქვს რა თქმა უნდა და შეგვაქვს კიდევ ვისაც შეგვიძლია ჩემო ნათია. მე ასე ვფიქრობ, შენ დიდი წვლილი გაქვს თურქეთსა და ქართულთა ურთიერთობებში ამ დეტალებს აღარ განვიხილავ და საკმაოდ დიდი წვლილი გაქვს და რა თქმა უნდა სადაც არ უნდა იყოს მე ვიტყვი რომ შენი სამშობლო, შენი გულით, შენი მხრებით უნდა ატარო, რითაც შეგიძლია იმით უნდა წარადგინო და გააცნო უცხო ქვეყნის საზოგადოებას, ეს იქნება თურქი თუ არა თურქი. დიდი მადლობა. მოგოცავ მაგრაძეს აი ამ შესანიშნავი წიგნის წარდგინებას, რომელიც ითარგმნა უკვე მისი მეოთხე წიგნია რიგით თუ არ ვწდები და საკმაოდ დიდი ემოციით მოისმინა თურქეთელმა საზოგადოებამ, პოეტებმაც და დიდი აგიტირებით და დიდი ემოციებით გაითავისა მოკლედ ეს. გამშვიდობები. დიდი მადლობა. შენს მსმენელს და ჩემს ლამაზ საქართველოს მოვიკითხავ აქედან. მადლობა. ბატონო ორხან, ვეუბნები რომ ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა, მისი წაკითხული ლექსი და რამდენად საინტერესო იყო დღევანდელი დღე მისთვის. Ben sizin şiirinizi çok beğendim diyor. Bugünkü program ne kadar duyguluydu sizin için? Benim için özellikle o iki halkın buluşması, iki halk dilini şiir yoluyla dışa vurulması, anlatılması heyecan vericiydi. Bu anlamda şiirime yansıtmaya çalıştım. Hani ory küveknis halktan ertat opna çemti zalyan niştrolovanda sasiyomuna yuko. Mes leksi isminde oda mivsi is emotsiya. Ory küveknis emotsiya. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადე ამ ლექსისთვის და უთხარი რომ ქართველი და თურქი პოეტების ურთიერთობა აუცილებლად საქართველოშიც გაგრძელდება. Ben diyor çok teşekkür ettiğimi iletin lütfen diyor. Türk ve Gürcü şairlerin ve yazarların ilişkileri, büyüsünleri devam ediyor. Biz de kendisine teşekkür ediyoruz. Kendisi çok yönlü bir sanatçı olduğu için bizim iş dünyamızı da eminim hissetmiştir. Yoksa böyle sorular sormazdı. Zalyan did madlobasketo kventvis ano muraval perovani buneba akso et kovada imiskamo albat aseti didari
არის შეკითხვები და Bu arada bizim bir sonraki 17'sinden sonra başkanımız olacak Halil İbrahim Özcan'la birlikte daha önce sizin derneği ziyaret etmiştik. Genel kurulumuz var. Ondan sonra biz zaten Gürcü, Türk şairleri anlamında bir etkinlik yapmayı planlıyoruz. ბატონი Halil İbrahim Özcan ახლა მეჩი ჩვენ ეს წელების ის გვაქვსო კონგრესი გვაქვს და გახდება ახალი პრეზიდენტიო და უფრო უახლოესი ვიქნებითო ძალიან კარგი. მე წინასწარ ვლოცავ ბატონ ჰალილ იბრაჰიმს. კონჯერიკეთები გიგია და მე ვიტყვი ასეთ რამეს, რომ ჩვენ ყველაზე ძვირფასი რამ გვაერთიანებს დღეიდან მეგობრობა. bizde diyor bugün en önemlisi bizim için de bugünden itibaren bizim dostluğumuz başlıyor. Kesinlikle iki halk birbirine yakın coğrafik olarak da aramızda işte ne diyelim devletlerin çizdiği sınırlar bizi ilgilendirmiyor. Biz aslında bir aradayız. პოლიტიკურ საზღვრები არსებებსო პატივცემთო ეს სხვა რამეო, მაგრამ ჩვენ ორი ქვეყნის ხალხიო, ჩვენ ანუ პოეტებს გულისხმობ, აქ მწერლებს გულისხმობ, ჩვენ ერთად Çünkü şiir sınırları aşar. მაგრამ ლექსების ის არ აქვსო. საზღვარი არ აქვს. პოლიტიკური საზღვარი არ აქვს. Evet, მეც იგივეს ვამბობ. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. ჩვენ